მსოფლიო ბანკი წელს საქართველოს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით 0.5%-ით შემცირებული. მაჩვენებელია, ამავე დროს მომავალი წლისთვის პროგნოზი 0.5%-ით გაუმჯობესებულია და ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5.5% შეადგენს, რაც 2028 წელს ისევ 5%-ამდე შემცირდება. ერთი დღით ადრე სავალუტო ფონდის გამოქვეყნებული ანგარიშით საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-ამდე გაიზარდა. აქამდე არსებული პროგნოზი 5.3% იყო. სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ გლობალურად მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს, რაც ხელს უწყობს გონივრული მაკროეკონომიკური მართვა და ძლიერი ბუფერები. TBC კაპიტალის შეფასებით მაისში ეკონომიკის ზრდა დაჩქარდება. TBC-ის მთავარი ეკონომისტი მიუთითებს, რომ აპრილის ზრდა მცირედით უფრო დაბალია, ვიდრე ამას TBC კაპიტალის საბაზო სცენარი მოიაზრებს, რომლის მიხედვითაც 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-ია. გალტენტაგარტის ინფორმაციით 2026 წლის იანვარ-მაისში ტურიზმის შემოსავლები 2.1%-ით $1.5 მილიარდამდე შემცირდა. საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით მარტ-აპრილში ტურიზმში შემოსავლების კლების შემდეგ მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.5%-ით $380 მილიონამდე გაიზარდა. მარტი-აპრილის შემცირება კი ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებით იყო გამოწვეული. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით $100 მილიონი ღირებულების უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები შეიძინა. მიმდინარე ფასებით აღნიშნული ოქროს წონა 745 კილოგრამია. დამატებით შესყიდული ოქროს მოცულობებიდან გამომდინარე, ჯამურად ეროვნული ბანკის ოქროს რეზერვებმა 7.98 ტონას მიაღწია და მთლიანობაში ოქროზე საქართველოს სავალუტო რეზერვების 15.5% მოდის. 2026 წლის იანვარ-აპრილში კომერციულმა ბანკებმა, მიკრობანკებმა $1.171 მილიონი წმინდა მოგება მიიღეს. ეროვნული ბანკის სტატისტიკით ეს 166.5 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით 16.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კერძოდ მონაცემების მიხედვით 2025 წლის იანვარ-აპრილში ბანკების მოგება $1.40 მილიონი გახლდათ. პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა $271 მილიონ $200,000 შეადგინა, რაც 2025 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 47.7%-ით მეტია. საქსტატის ზრდის ტენდენციას სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით ხსნის. პრემიერი ეკონომიკური ზრდით კმაყოფილია, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა მუდმივად უნდა იმატებდეს. ირაკლი კობახიძის თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 50%-იანი ზრდა მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია და საქართველოს მიმართ ინვესტორების ინტერესი გამუდმებით იზრდება. საქართველოს-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შედის. პარლამენტი მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით შეთანხმებას ინვესტიციები და ელექტრონული კომუნიკაციის თავები და იცვლება ფიტოსანიტარული ზომები და ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების საკითხები. კონგრესმენების ჯო უილსონის და სტივ კოენის წარდგინებით კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო და მხარიც დაუჭირა. სხვადასხვა საკითხებთან ერთად საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შესაძლო თანამშრომლობის შესწავლასა და ვაშინგტონის მხრიდან თბილისთან ურთიერთობის 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავება ითვალისწინება. პროკურატურის ინფორმაციით გახსნილია ტრანსნაციონალური დანაშაული საგამოძიებო უწყების, შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის და პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს წარმომადგენლების ერთობლივი ბრიფინგისას ითქვა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხოეთის 2 მოქალაქე აჭარაში დააკავეს. ამასობაში მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით 42 ეგრეთ წოდებული მაინერი ნივთკიცება დამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ადგილობრივები ამ მოწყობილობების საშუალებით სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.